როგორც სპორტული ჟურნალისტი და მოქმედი საფეხბურთო მსაჯი, Paris Saint-Germain-ი Arsenal-ის შეხვედრას ორი განსხვავებული პერსპექტივიდან ვუყურებდი. ერთი იყო საფეხბურთო ემოცია, მეორე კი როგორც მსაჯის და როგორც პროფესიონალის. შეხვედრას ხელმძღვანელობდა გერმანელი დანიელ ზიბერტი, რომელიც 42 წლისაა და UEFA-ს კატეგორიის მსაჯებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, ასეთ დრამატულ შეხვედრაში მან თავი ნამდვილად ღირსეულად გაართვა. ხოლო რაც შეეხება ფინალს, UEFA-მ რა თქმა უნდა მსაჯობა ჩააბარა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა სტაბილურობით და მისი შეფასებაც რა თქმა უნდა წინა შეხვედრებში იყო მაღალი, რამაც გამოიწვია მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრის პროფესიულად ნდობა. ეხლა რაც შეეხება მისი ასისტენტები, ესენი იყვნენ ისევ გერმანელები, იან ზაიდენი და რაფაელ ფონტინი. აქ ერთი საინტერესო დეტალიც მინდა აუცილებლად გამოვყო, რადგანაც სამსაჯო ბრიგადაში იყო ქალი. Guadalupe Porras Ayuso, პირველად ჩემთვის ეს სასიამოვნო დეტალი იყო, რადგან თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ უმაღლეს დონეზე მთავარ მნიშვნელოვან პროფესიონალიზმს უფრო ენიჭება ყურადღება, ვიდრე სქესობრივ ბარიერს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მართვას პირველ ტაიმში, ზიბერტმა საკმაოდ ლოიალური მიდგომა აირჩია, რამდენიმე ეპიზოდში ფეხბურთელებთან უფრო კომუნიკაციას ამჯობინებდა, ვიდრე სიტყვიერ გაფრთხილებითაც შემოიფარგლებოდა. მსაჯურ ენაზე რომ ვთქვათ, მან მაღალი ინტერვენციის თამაშ გარკვეული ფიზიკურობა შეუნარჩუნა. ხოლო მეორე ნახევარში უკვე რადიკალურად განსხვავებული იყო მისი ფორმაც და მიდგომაც, რა თქმა უნდა, 46 წუთზე კრისტიან მოსკერამ დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ჩემი შეფასებით ეს მატჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამსაჯო გადაწყვეტილებაც იყო. ეს არ იყო უბრალოდ გაფრთხილება, ეს იყო მკაფიო მესიჯი, რომელიც ორივე გუნდს პრაქტიკულად მსაჯმა გადასცა, რომ დისციპლინურ ხაზს მკაცრად მიხედავდა, რომ უკვე აღარავის აპატიებდა გადაცდენასაც კი. სწორედ ასეთ გადაწყვეტილებებს ჩვენ მსაჯები ვუწოდებთ მატჩის მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს. ზოგჯერ ერთიდროულად ნაჩვენები ყვითელი ბარათი უფრო ეფექტურია, ვიდრე რამდენიმე დაგვიანებული გაფრთხილება. მატჩის განმავლობაში სულ 7 ყვითელი ბარათი დაფიქსირდა. პირველზე უკვე ვისაუბრეთ, რომელიც 46 წუთზე დაფიქსირდა, 54 წუთზე ბუკაიო საკასი იყო. შემდეგ უკვე შეხვედრის დამატებულ დროში ჟოაო ნევეში, ვიქტორ გიოკერეში და დეკლან რაისის ყვითელი ბარათებიც ვიხილეთ. ასევე მიკელი არტეტას ყვითელი ბარათი და ნუნუ მენდეშიც. ახლა კი ყველაზე საინტერესო ეპიზოდიც განვიხილოთ. 75 წუთზე Paris Saint-Germain-ის სასარგებლო დაინიშნა პენალტი. როდესაც კრისტიანო მოსკერამ საჯარიმოში ხვიჩა კვარაცხელის წინააღმდეგ დაარღვია წესები და ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი დეტალი იყო. როგორც ჟურნალისტი ვიტყოდი, რომ ეს იყო შეხვედრის ერთ-ერთი გადამტეხი მომენტიც. როგორც მსაჯი ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილება ტექნიკურად სწორი იყო, კონტაქტი აშკარა, ძველი უკანონო დაჩერებდა მეტოქის მოძრაობას და ასეთი დარღვევა საჯარიმოში პენალტითაც კი ისჭება. ამ ეპიზოდზე კიდევ ერთ პროფესიულ დეტალზე გავამახვილებდი ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანია თავის მხრივ. ხშირად ისეთ კითხვა იყო, ისმოდა კიდეც, ანუ დოქსოთ შეგვიძლია შევაფასოთ აშკარა საგოლეში საზრდოობის აღკვეთად, თუ სპათ, ანუ პერსპექტიული შეტევის შეჩერება. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? აქ უკვე უნდა მივმართოთ IFAB-ის თამაშის წესების მე-12 წესს, დარღვევები და არასპორტული ქცევა, სადაც განმარტებულია დოქსოს კრიტერიუმები. თუ ჩავთვლით ეს ეპიზოდი შეფასდეს დოქსოთ, წესი გვავალდებულებს განვიხილოთ 4 ეტაპი. მანძილი კართან, თამაშის მიმართულება, ბურთის კონტროლის ან მისი დაუფლების რეალური შესაძლებლობა და მცველების რაოდენობა და პოზიციონირება. ჩემი შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ძალიან სახიფათო პერსპექტიულ შეტევაში იმყოფებოდა. თუმცა, ეს ეპიზოდი უფრო სპას შეგვიძლია განვიხილოთ, ანუ პერსპექტიული შეტევის შეჩერების კატეგორიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ თავისუფლად, ვიდრე დოქსოს. მიუხედავად იმისა, რომ შეტევა ძალიან სახიფათო იყო, აშკარად საგოლე შესაძლებლობის აღკვეთისთვის აუცილებლობა ყველა კრიტერიუმი პრაქტიკულად არ იყო სრულფასოვნად მოცემული. და შესაბამისად ეს ეპიზოდი შეფასდა როგორც სპა. სწორედ ამიტომ IFAB-ის მე-12 წესის მიხედვით პენალტის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო დოქსო მისთვის გათვალისწინებული წითელი ბარათის კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არსებობდა. შესაბამისად არც განიხილეს. ყველაზე დიდი დისკუსია მაინც გამოიწვია 103 წუთზე განვითარებულმა მოვლენებმა. ნონი მადუეკე და ნუნუ მენდეში ერთმანეთთან ფიზიკურ კონტაქტში შევიდნენ. რეალურ დროში ბევრისთვის ეს პენალტს გავდა, მაგრამ განმეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ეს პენალტი არ იყო. შესაბამისად მსაჯმა სწორად შეაფასა, რადგანაც თავადაც სწორ პოზიციაში იმყოფებოდა და ეპიზოდს კარგად ხედავდა. სწორედ ამიტომაც ვარი არ ჩაერია, რადგანაც მსაჯის გადაწყვეტილებას სრულფასოვნად მიიჩნიეს. თანამედროვე მსაჯობაში ვარი მხოლოდ მაშინ ერევა, როდესაც მოედანზე მიღებული გადაწყვეტილება აშკარა და მნიშვნელოვანი შეცდომაა. ამ ეპიზოდში ასეთი სტანდარტი არ არსებობს. და ამიტომ თამაშის გაგრძელების გადაწყვეტილება ძალაშიც დარჩა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ პროტესტის გადაჭარბებული
ფორმის გამო ყვითელი ბარათი დეკლა რაისმა და მიკელი არტეტამაც მიიღეს. საბოლოოდ ჩემი შეფასებით დანიელ ზიბერტმა ფინალი საკმაოდ თავდაჯერებულად და პროფესიონალურად ჩაატარა. მისი ყველაზე ძლიერი მხარე მაინც მატჩის კონტროლის სწორად კომუნიკაცია და ფეხბურთელებისთვის სწორად დანახვა თუ რა იყო მისთვის ღირებული და როდის იყო ის მზად ყვითელი ბარათი ეჩვენებინა. თუ ერთი კონკრეტული მომენტის გამოყოფა მომიწევს, ეს სწორედ 46 წუთზე კრისტიან მოსკერასთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი იქნება.